დილემშვიდობის ძვირფასებო, როგორ ხართ? ჩვენ უკვე აქ ვართ სენაკში. წუხელ მოვედით ღამე, მაგრამ ვერაფერს ვერ გადავიღებდი, ამიტომ რაც მაგ იმასაც ამას მივაბავ და ეგრე აგიტვირთავთ. მოკლედ, აი აქ ხარაზე ვარ მე კენასკები ჩავიცვი, მაგრამ დასაკეცები მაქვს და მაგაზე უფრო მოვედი. სხვანაირად ვერ მოვდივარ ხოლმე და სულ რაღაცა რო გამომიხტება. ამიტომაც მოდი თქვენთან ერთად გავაკეთებ. კარგი ხე გქონდა. კარგი, გამეხარდა ბიძას ნახვა. მუხას ბიძას ძალიან მიყვარს ეგ ოჯახი, მთლიანად ოჯახი. ძალიან მიყვარს მართლა. ძალიან დიდი ყურადღება მახსოვს ამ ადამიანებისგან, გინდა მაგაბიცოლასგანაც და გინდა ამ ბიძისგანაც. მუხას ბიძაშვილს ერთს ვიცნობ, თქვენს გაგაცანით, ყავთ ვიდეოში ნანახი რატი და ძალიან მაგარი ადამიანია ისიც. ხო და მოკლედ ოჯახი აქვთ ძალიან მაგარი. კარგი ადამიანები არიან. ხო და მაგიტო ძალიან გამეხარდა ბიძას ნახვა. აი იმათა ქორწილი რო უნდა გქონდეთ, ოღონდ იმ მეორე ბიჭს მე არ ვიცნობ, ვინც ცოლი მოიყვანა, იმას არ ვიცნობ. ივნისში უნდა გქონდეთ ქორწილი რესტორანში. მე იქეთაც მიყავთ თვითონ თავიანთი ხარჯებით ადამიანები, მაგრამ მუხა ვერ წამოვა. სხვა ქვეყანაში ნებისმიერ შეშეულია წავიდეს გარდა რუსეთისა და მე მით უმეტეს რუსული არ ვიცი. ხო და ასე რომ ჩემ დედამთილიც ვერ შეიძლება მამამთილი წავიდეს, დედამთილი ვერ. თორე კარგი იქნებოდა რუსული რო ვიცოდე, არც დავფიქრდებოდი მართლა წავიდოდი. თუმცა მუხრანებ ჩემ გარეშე შენ სად წახვალო, ამიტომ არ ვიცი რო გინდავალაგე. მარტო აი ეს მქონდა ხალხო დასაკეცები. იქეთ წყალი დავადგი ყავისთვის გუშინ არ დამილევია, ისე გამოვშტერდი, ისე ძალიან მინდოდა და დამავიწყო და მაგრამ რატომ იცით? იმდენი ვჭამე, არა. ჩემი თებშიდან ღომი დამრჩა, მაგრამ ნახეთ ხალხო რა ხდება. ისეთი მსუყე და მძიმე არის საცივი, ჩემთვის კი არა, მე მგონი უმეტესობა ამას იტყვის, ვინც ბულიონით აკეთებს. რა ვიცი, ძალიან მძიმე არის ჩემთვის. ხო და მაინც რო გიყვარს და მაინც რო ჭამ. არაფერი არ მიჭამია, მივირთვი მარტო მხოლოდ აი ეს საცივი და ხომი. მეტი არაფერი. არც ყველს მივკარები ვარ, არც ხაჭაპურს, არაფერს არ მივკარები ვარ, მართლა. ყველაფერი ქონდა, ეგ სუფრაც გაჩვენებთ ვიდეოს ჩავაგდებ, ანუ ბოლოსკენ იქნება. ჩემ დედამთილს გაკეთებული, მაგრამ არა, ეს შეჭამე ვერაფერი. ჩხილები მაქვს საცოდაობა მდგომარეობაში. აი არ ვიცი ხალხო რა გავაკეთო, არ ვიცი. ის რო გამომეყენებინა ხშირად. ნინიმ რო გამომიგზავნა მანიკური. იქნება და არ დამათნო და ასე. ეს მაჩნია.
მაგრამ მავიწყდება და გოდე ნახე აბა თუ დუხსდე ბევრი არ ჩამისხია და თუ დუხს გამორთე ახლა აწი ის ჩანს მე იქ სად რა მიდევს ზამთრის და იმის რა ქვია ზაფხულისები მაგრამ რაც პატარები აქვს ამ ბავშვებს ეგენი უნდა გადმოვარჩიო გადავდო განსაცმელები მიდევს აქ მითხრა ერთმა გოგომ მოვალ და ამოვარჩევო ხო და ველოდები იმას ადას რაც დაუპატარავდა ბიჭებს რაც დაუპატარავდათ რაც შელახული იყო და რაღაცა ეგეთები საერთოდ მე არ ვინახავ ხოლმე ხო და არც მაგ თუ რამე გადავდე ყველაფერი კარგი ამიტომ გადახედავს და თუ მოეწონება წაიღებს გესმის ხელისხმა ხო გესმით ეგეთი მდგომარეობა მაქვს ხელზე მიუხედავად იმისა რომ არის ზაფხული თითქმის მაინც ეგრე ვიცი ცივ წყალზე ხოდა მოკლედ ქორწილი მიხარია რომ მოდის იქედანაც ჩამოყავთ სტუმრები ხოდა რა ვიცი ესენი ამბობენ ჩემები ადა წავიყვანოთო ხოდა მე ვეუბნები მაშინ თქვენ ზდიეთ მეთქი ვინც ამბობთ ადასწაყვანაზე მე ხო ვიცი რომ მე არ დამსვამს იქ ადა მუხრანი გუშინ წავიყვანო იქეთ ბიცოლასთან ჩავიდნენ კიდე იქ რო ცხოვრობენ იმათთან და ისეთი ტირილი მორთო 2 წუთში უკან მოაბრუნა დედიკო მინდაო და ხო და ეგ იქ სხვასთან მივა ან ერთ ადგილზე გაჩერდება მაშინ მე არ უნდა წავიდეს საერთოდ მოკლედ არ ვიცი მე არ მინდა წავიყვანო მაგრამ ნახოთ ღმერთის დასაუთოებელია თორე ეგ მართლა არ არის არაფერი და კუჭულა მე მგონი წყალი ჩაშრება ეხლა მაგრამ კიდევ გამრჩა დაიცად ერთ წამს გამოვრთო წყალი ადობდა მასობაში აუ დავაყენო ერთი წამი ეგ კამერა და მოკლედ ასე
ჩაიდანი ადუხდა. მე მივედი წყალი, ჩავასხი, იმაში რა ქვია, ჭიქაში და მოცივაში შევდე. ეს აკლია ჩვენსაც მართლა. ხესtilit მიიღეს ამათმა მუხამ და ამ ბავშვებმა. აგერ მიდევს 4 თებში თავიანთი ჩანგლები. ეხლა დავჭრი მე დავლიოთ ყავა. ყავა დავლიოთ და რომელი საათია ჯერ 11:09 მე ხაჭაპური უნდა გამოვიწყო გოდეს. ხო, ერთნაირად ვაკეთებ. მაგრამ იმას ეს ჯობდა. ის ძალიან დილი ფაფუკი, ყველაფერი კი, კარგი, მაგრამ რაღაც გემოთი ეს ჯობდა. იატაკზე მოვაკეთებ მაგას. გოგო, დადე მაგ სკამი. მე არ მიყვარს მუხრანისაც არ უყვარს, აი ხო გითხარით. ბოლომდე მშრალი იყო ის მინანქარი. გეგას არ უჭამია მე მგონი. ხო. მუხანჩავა. გეგა, შენ ხო არ გიჭამია დენამცხვარი? მახსოვს რომ გეგა ამა ჩემს ნამცხვარს ამას შეხვდა უფრო მეტი კარაქიანი და ენიანი. ფაფარი მქონდა მალაკო და კარაქით უფრო მეტი. კრემი. იქეთ მაგიდაზეა მინანქარი ცოტა ერთმან იმას ავწმენ. მოვასრულება კილოსფორი ისე ვერ ავიღებ. გოდე, მე გითხარი აქეთ ახლოს არ დაჯდები. ეს რა არის? ასკა არავის არ უჭამია ჩვენ. მარტო მე და გოდემ რომ მივითვით მას მერე. დევს მაგიდაზე და თან ქაღალდი რო არის მოხსნილი. ის ალბათ იმას იზავს, რა ქვია, გამოშრება ბოლომდე. ქაღალდს ხო არ აძრობენ ბოლომდე, რა ვიცი, რამდენია რომ ისე აქვთ. მოკლედ. ესე იგი მოვიტანეთ წუხელ რძე სადღაც 6 ლიტრი. ვაშლი აი. ყუთით იყიდეს იქ. ხოდა ვაშლი. ყველიც მოვიტანე 1 ცალი ჭყინტი. ბრინჯი მოვიტანე 2 კილო ნახევარი, ის ვედრო გავავსე. თამომ რომ გამომიგზავნა ქამუშაძემ პარფიუმერია ვედროში რო ელაგა. სვედრო გაივსო. ხოდა კიდე რა მომქონდა. ხერხილი, გარეცხილი. ხომს გავაკეთებ მერე.
შუა დღისთვის, იმიტომ რომ გოდესაც უყვარს ხომი და საცივი. ამიტომ გოდე რომ მოვა ცეკვადან. მაგდროისთვის გავაკეთე. ეს ვიდიდე იაკობსი 2 ლარით 3 ლარით მეტი ღირდა. რა ვიცი, ტრიუმფი ავირჩიე. ფავორიტი უფრო ისაა, რა ქვია, არ არის ძლიერი და ვნახოთ აბა ეს თუა ძლიერი. ხო დედი, ხო დედო, ხო დედი. რა არის? რა, გაიდან მეჩგოდე, ხო. შენ ხარ დიდი ბიჭი. მოიტანე ის მაიკა ჩაგაც. ეგეთე. დროები ჩაგაცვე ხა და მე იმას ვიზა. სეტისთვის სხვას ჩაგაც. გოდე ძალიან ხო არ გააწვალე დიდი გოგო. ხო დედა შენ არ ხარ პატარა ბიჭი. მე არა. დიდი ბიჭი ხარ დე. მე ვარ ბიჭი. შენ გოგო ხარ. მე ვარ ბიჭი. გოდეს გაიჭედაც ხვირი ვერ გამიგი რა ხდება. გამომიტანე ხაჭაპურის სომი უკვე გამოვალია. ეხა მინდა მე დაჯდომა. იქ არა ნახებს ისე კარგად. არა ექსაც წავიღო. ამას მე დავჭერი და გადავიტან თეფშზე. რამაზად რომ ეს ჟარონა უნდა მოურეც ხომე. ეს პატარა ნაჭერი მე არ მეყოფა. აი ესეთი ადგილები მიყვარს. აქედან მოვაჭრი. ახი ის და ნახო იქ ჩავარდე. ხო. დამცხარი მინდა. დამცხარი? შენ ხო შეჭამე? ხო, მე შეჭამე. გოდე შეჭამა. მაგარია. მაგარი. იმას ქორდა უფრო მეტი ფაფადა. მე მგონი მე უფრო მაგიტომ არ მომეწონა იმის კრემი იმდენად, იმიტომ რომ ხო იცით მერძეებთან მაქვს გართულება. არცესთან მაქვს გართულება და აგეთ. ეს თემ ერთი სული მქონდა, როდის მივირთმევდი ნამცხვარს მართლა. ანიკო დეიდას უთქვია ეხა მუხაზე. კარგ ტორტებს აცხობს უთათიაო და არ უნდაო რომ გამოაცხოს და გავყიდოთ. მაგრამ ნახეთ ჯამთელება დიდიკო და გაიზარდე დიდი გოგო. ტორტს რო გამოაცხობს, სადღაც 3-4 დღეში მაინც უნდა გაიყიდოს. ეს რა არის? გავა? თან მე ძვირი მიჭდება და რამდენად გაყიდი, მოკლედ არ ვიცი. თორე ეს უთქვია კი. აი ესეთი მაგალითად ნამცხრები, აი ეს რო გაუშვა, ეს ადვილად არ იმას იზამს, რა ქვია. არ არის ისეთი რომ მალე იმას აქნას გაფუჭდეს ან რამე. ტორტთან შედარებით ესენი უფრო მეტ ხანს ძლევენ. აუ მუხრანი რეკავს, დაიცადა დედი უპასუხო. ასე. მუხა იყო. ის ფული მაქვს გაზის შესატანი და
მაგაზი დამილეკა კოდი ჩემთან ხო უნდა მოსულიყო, რა ვიცი მე. მაგარია. ჩემ სახლში არ მივსულა. გაციებულები იყვნენ და არ გავრისკე მისვლა. გეგა მე რა ვთქვი დადეთ მაქსკავი მეთქვი არ ვთქვი? მოკლედ მანქანა წაიყვანა მუხამ. ბორბალი ხო მოძრა? მოძრა რა ხო გამოვცვალეთ, იმიტომ რომ ჩაჭრილი ვით იყო ის რა ქვია. არ ვიცი მას რა ქვია. ბორბალზე არის აი ამ სიგრძე, აი ამ თითის ზომა და აი ეს ძირში. თან ახალი ნაყიდი გქონდა ბორბლები საერთოდ გამოცვალა მუხამ და ახლები იყიდა. ანუ ძველი ხომ მოყვებოდა მანქანა რო იყიდეთ, ის უცებ გამოცვალა და ახლები იყიდა. ხო და აზე არ ვართ და მოვიდა. ყველა იმას ამბობდა გუშინ წასვლამდეც რო თქვა რომ აი ძალიან გასაკვირი არისო რომ ესე მომხდარიყო. არ ვიცი. ტელეფონის და ის ორივე ერთად შეიტანა. მაგარია. ჩემს აზარ აქვს თავიდან აი ამ 3-4-ის ჩათვლით არ აქვს იმდენი კრემი, მაგრამ უფრო მეტი აქვს კარაქი და მალაკო და მე მგონი ეს უფრო მომწონს მე. ამით რო უყურებ. ორცესთან მაქვს ძალიან ცუდი. აი როგორ თქვა, ზოგჯერ არის რომ გოდერო ყავდა მე პატარა. მაშინ რძიან ჩაის და რაღაცებს სვამდი. და მახსოვს რომ აი ძალიან მერიდებოდა რომ მე თქვა რომ აი რძეს რაღაცა სხვანაირი სუნი აქვს და ვერ ვამბობდი და ვსვამდი და მახსოვს რომ მუხრანის ბებია ვაიმე დამაცადე ერთ წამს ეს რისი სუნი არისო და რძე ჩასუნა. ღმერთო რატომ აქვს ამასო ასეთი სუნიო? ეს იცის თურმე იმ დროს, როდესაც ძროხას ძუძუზე რაღაც ანთება აქვს. მაშინ იცის თურმე. ხო და მე ეგ რა ვიცოდი ძალიან მერიდებოდა. ამიტომ კი საშინელება იყო, მაგრამ მაინც ვსვამდი. სანამ იმ კალმა არ თქვა მუხრანის ბებიამ, რომ აი ესეთი იყო და არ დალიო, ვაიმე რა სვამო. როგორ სვამო არ. ანდა, მაგრამ მართლა ბავშვის გებიცებით ამ ხრივ ძალიან აი ესეთი ვარ, ვუფრთხილდები თითქოს ადამიანებს, რომ როგორ თქვა, ძალიან ცუდად გამოუჩდები თქო, მაგაზეც ვფიქრობ, რომ აი იქნება და სხვას არ სცემს ის სუნი, რაც მე. ხო და ვიყიდე მე აქ რძე
კრემისთვის, მაგრამ რაღაცა არ მომეწონა იმაშიც. თლად ისეთი არ იყო სუნი, მაგრამ რაღაც რძის სუნი რაც მახსოვს. ახლა ხანს ახიქეთ ჩემი დედამთილი რომ მიგზავნის კიდე იმან რომ მომცა. ძალიან რძის სუნი ქონდა. ესეთი არ ქონდა. გამიკვირდა რატო, მაგრამ ფაფა მაინც ხო გავაკეთე. ამიტომ ჩემსაც ბევრი ფაფა არ შეხვდა. იმიტომ რომ მე მინდოდა ის უფრო კარგი ყოფილიყო ბევრი კრემით და უფრო ბუმბულა. ესეც ძალიან ესეთი არ როგორ გითხრათ. ხიჭვა და რამე არ გჭირდება. და რბილია ძალიან ესეც, მაგრამ უფრო მეტი ამას კარაქით და მალაკოთი შეხვდა. ხო და მე მგონი მაგიტომ მომწონს ეს უფრო. იმიტომ რომ გუშინის ნახევარი ნაჭერი შევჭამე, მეტი არ მიჭამია. ეს თითი ამბები ძვირფასება. ქორწილი მოდის, ქორწილის დროს ზუსტად ივნისის თვეში არის ყველაფერი. გოდეს ექსკურსია, კონცერტი ან რამე ხო ექნებათ, არ ვიცი, შეიძლება გქონდეთ პატარა კონცერტივით. გასვლა 1 ივნის მცხეთაში 100 ლარი მაინც, მაინც ივარაუდეთ რომ გზა დაგიჯდეთ, მშობელი ბავშვი და მე 100 ლარი მაინც ხო უნდა გქონდეს. ბავშვს რა მოგინდება ხო, უნდა გედოს ჩიბეში. ბორჯომში რომ მივდიოდით, ბორჯომშიც ეგრე მიმქონდა, ბორჯომში თუ ბაკურიანში რომ წავედით წაღვაში და აქეთ მოვიტანე 150 მომცა მუხამ. რა იცი რაში დაგჭირდეს, მაინც გედოსო და 80 ლარი დავხარჯე, 70 ლარი აქე წამოიღე და რაში დავხარჯე ეგეც. გოგოებს ყავა დავალევინე, 5-7 ლარი ვიღირ და 5 გოგოები ვიყავით, მე დავრია 2 ლარიანი ყავა. აბა არ მინდოდა ის რძეს რო ასხამდნენ. და გოდეს ვუყიდე 4ჯერ ხაჭაპური, ცხელი, წყალი, კრეკერი და მარილიანი თხილი. მეტი არაფერი არც მონდომები ამბავს. და ეს იყო და ეს. ხო, ტუალეტში შევიყვანე კიდე. სადღაც ვეძებეთ ღმერთო. ეხლა რომ ვიყო იმ ადგილზე, ისე ვერ მივაგნებ სიმართლე რო გითხრათ. ხოდა ესე ქორწილი მოხანეს ვეუბნები მე ივნისში რასაც ავიღებ ხელფას არ დავხარჯავ მივალ წავალ ქუთაისში მეთქი და კაბას ვიყიდი არ ვიცი ის ქუთაისში რაც ბაზრობა ვიცი არც არაფერი არ ვიცი მაგრამ წავალ ხოდა იქ ვიყიდი მეთქი რამე კაბას საქორწილო დრო ჩავიცო ეს მაგ თითქოს გეგმაში და ვნახოთ არ ვიცი რა როგორ იქნება მაგრამ ვითომ ესე მაქვს შევჭამ ესეც კი მეყო, მაგრამ შემდეგ ისვი შემოვინახა. აი ამათაც უყურეთ. აი ეს. ტორტი მინდა ვითომ გავიყოლო. ქორწილისთვის.
მინდა თუ მოახერხე მინდა რომ გავიყოლო არ მიაბრუნა კოდემ ხო არ მიაბრუნა წავედი ხალხი არ მაგას ეცხი გვერდ რა გაია ისიც მაგ ხალი ცოტა მაგ მორჩენილი მიყვარს ესე მარტო ან ხომთან ან მარტო კიტრი იყო ისეთი გემრიელი კიტრი ქონდათ ჯგალშიანი კიდე დასაც თუ იქნება დღეს უნდა მუხას უნდა მოვატანიო 1 კილო მაინც ხომთან კიტრი და ის ხალი ერთად ძალიან მაგარია წარმოიდგინეთ ადას და გიგას არაფერი არ უჭამიათ არაფერი საცივის ცოტა წვენი მე აი რამდენი მაქვს არ მახსოვს გადავიღე თუ არა აი ეს მაქვს საცივის სავს დეკა შეჭამოთ უნდა ღმერთო დეკა უნდა შეჭამოთ აი უყურეთ ხალხო თან ნახეთ აი სისქე ნახეთ სულ გავსებულია და თან წარმოიდგინეთ კიდე გადამრჩა ვაჟე რაც კაი ხორცები არის აკდევს დაიცა ერთი ეს უნდა გავსინჯო ხო არ გვიჭამია მართლა არ გვიჭამია ეგრე წავედით მაგარია ძალიან მაგარია მართლა როგორი ის არის ჩემი განახათ მე რო ცოტათი გწვავს ბეჟა ხოდა ეს არის ძვირფასებო თან კიდე მოიცა ეს უნდა წვენი აი ეს არ დაგვეტია ამაში არ ჩაგვეტია არა ნამეტანი ჭამტკბილებს დე ხო ჭამე მოგწონს მაგრამ ხო ჭამე მაგარია მეც ვიცი რომ მაგარია ჯორჯი დიდი ჯორჯი ხორციც ერთი თებში ისე მიდევს ეს მოვატანინე მუხას მე გამოვაცხობ ტორტს ზვირფასებო აბა მოჩილა რაწყვეს ხელი რა არის ყველაფერი სათამაშო რატო გონიათ დე რა არის მარწყვის კარამელი არის ზვირფასებო დადიკა რაღაცას გეტყვი მეგონა რომ მარწყვის ჯელი იყო ჯელე ხო შელი არ გამიკეთებია და გავაკეთებ იმასაც თქვენთან ერთად და აი ეს დარჩა სულ ცოტა არა ამას მე მარტო შევჭამ მარტო მე შევჭამ ამას ხო შენ იმიტომ არა იმათ მოსწონ არა იმათ ვაჭმევ მართლა იმათ ვაჭმევ იმიტომ რომ სხვას არაფერს არ შეჭამე კაი იყოს იმათთვის იყოს ეხა ამის მოღება კაი იქნებოდა მაგრამ ვერ დავსვი ყველაფერს ძლივს არაფერი არ მაქვს გასარეცხი 4 თებში იქნება ან 5 ეხა ჩემი მიმატებული ეს აღარიდო სადიდო ნეტა აღარ მახსოვს არა იქ არა მე მგონი აი ეს კიდე რეკავს ეს კაცი და მეჩენები ნახეთ აი დაიცა თუ ჩანს უი არ მინდა გავაფუჭო ჩვეულებრივად წვრება აი ძალიან ადვილად მაგრამ რა მინდოდა იცი გამეკეთებინა ამას ავიღე დავჭრი და იმ სხვა ფერებს რო გავაკეთებ იმაში შევურევ შუაში აჯობია შავდე დაიცა გაჩვენებთ აი ეს თავები უნდა იმას დავქნაო ხონდ და ძალიან ჩვეულებრივად ხელი არა მოკიდო რა გჭირთ შვილო
მოვიდა და მომინდა რომ გამოუტანო რა არის? აი ნახეთ. გაცვენე. რავი, რა სიტყვით აბა, დავჭრა და ისე ჩავაგდო მე იმ ფერებში თუ? იმიტომ რომ ის ბევრი არ არის. 150 გრამი მაქვს. მაშინ ორი ფერი უნდა გავიხსნა ცოტა მეტი რომ იყოს 75 გრამიანები. უნდა მეტი და 100 გრამი, მაგრამ აქ ძალიან ძვირია ჟელე. თან ის არის სხვანაირი ვერ ვნახე ის სხვილი. ჩვეულებრივად. კაი, მოკლედ დავჭრი ამას და ისე გავაკეთე. იყოს ახლა. მოკლედ ეს წავედი ხა ძვირფასებო მე. დაგემშვიდობებით და მოვალ მე. აუცილებლად მოვალ. ბედნიერ და მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით. აბა შენ მოყევი რამე. გამარჯობა, ქრისტე აღსდგა. რავას ბედნიერ. მადლობა, კარგად. დედას ლამაზული გოგო, აბა დედიკო ჩახედე. აიმე, აბა დედიკი დედიკო. ნახე დედიკო, აბა ჩააცვა. სავი აბა ლამაზი. ესენი სისტემიდან გამოუწერეთ, ხო გახსოვთ? ძალიან კარგებია. მოკლედ, ჩვენ რატო ვდგევართ ახლა აქ ძვირფასებოდა? აი ბორბალი დაეშვა და მუხა ცვლის. მოკლედ ჩვენ არ გვაქვს გაზაღები არ აღმოგვაჩნდა. ამიტომ უნდა იშოვოს. უნდა იშოვოს? არა და ნახე ჯგალიდან წუთი-წუთზე რეკავენ წამი-წამზე. ეგ გონიათ რომ გზად ვართ, მაგრამ რო ვერ მივდივართ და აი მოკლედ რა ვიცი ხალხო. ქრისტე აღსდგა. იცი სადავართ? გილოცავთ ყველას, თითოეულ თქვენგანს, მრავალ. იცი სადავართ? არსა. გილოცავთ. ბატონო, ხო და მრავალს ბედნიერად. მრავალ აღდგომებს ბედნიერად. ეხლა გამოძახა ადამიანმა, რომ ზაპასკა გავხთო. კაი, დაბრუნდით, ჩაჭექით თუ გინდათ, მაგრამ ფრთხილად. დაგეხმარებითო და არ გვაქვს. ზაპასკა კი გვაქვს, მაგრამ ის ключи, გასაღები.
მარტო გეგა გაიქცა ბაბუასთან, მარტო გეგა. ეი, სად მიდის? იცვიფასებო და ეს მერე გამახსენდა, ეხა დაჭრის მომენტი გადამეღო თქო. ზემოთ მშრალია მინანქარი. ქვემოთ კიდე ფირფიტას რო დავდე. წავუსვი ის რა ქვია. ქვემოთ ცოტა კრემი. რო არის სრიალოს თქო მერე. წავიღებით. ესეც დავდოთ. აი ასე. ესე იგი, დღეს დილით რო ავდექით ეს მიირთვეს ბავშვებმა. ეხლაც უფრო კოდემ მოითხოვა და მაგიტო დაუჭერი სიმართლე რო გითხრათ. ერთს მოვაჭრი კიდე. აი ამას. თითი ვატაკე სადღაც ვერ გამოვიტანე ბაგაჟნიაში გქონდა ბაგაჟში. შნია. მოკლედ. აი ესე გამოიყურება ძვირფასებო. მოგიდო ეს საქანელა ხო ქონდათ გადაღებული და ის მოსჩანდა ის ქვიშა? ო. და ეს საქანელა. კი. თამი პიპია. რადგინდა რო არ მსვამს ეს კაცი ხალხ. ოხერია. მოგიდო არის ოხერი. აი, ახლა ვიყონე ოხერი, მაგრამ ჭეშმარიტად. გოდე, მიდი და იცეკვე. გოდერცი. მიდი და დეკთ, ხო? გოდერძი მეთქი. მუხა ვინ არიან ისინი? იკარე. დავეძე. გოდე წესიერად. დედი, გავიხადოთ ეს კოლგოტკები დე. ადა. გაიხადა ხალხმა ჯინსი შაკეტი ეცვა და გაიხადა. დაისვიდე, დაჩეკია და თუ გინდა დედი. არ მქონდა თეთრი კოლგოტები რო ჩამეცმი ამაზე. თუმცა ეხა ისეც ხელა. გოდე შიგნით მაიკა გავიხადოთ და გეგა შენს. გარეთ მოსაცმელი გაიხადე. I'm gonna help you. What? I'm gonna help you.
გეგა. დაიცა. ქრისტე აღსდგა. შენ უნდა თქვა ჭეშმარიტად. ჭეშმარიტად თქვი? ჭეშმარიტად. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. მოიწია აქეთ არ ჩანხ. დაიცა, რამდენი უნდა დაამტვრიო, მოვერიე ორჯერ. ქრისტე აღსდგა. თქვი? ქრისტე აღსდგა. კაი, ჭეშმარიტად. დაატყი. ინდაურის კვერცხით ხალხმა. Yes. Oh. ეს არ არის დამტრეული დე? ეხლა მიდი აბა შენ და ეს ინდაურია. ინდაურია და ეს მოგერევა. გოდე დაგირტყავს. დაგერტყა გეგა. დაუთრი. ოჩ. გეგა სიცილი. გეგა შენ შეგრჩა ერთი კვერცხი. Wait, გეგა give me this. მიდი ხელპირი დაიბანე და ლოგინში. ხელპირი დაიბანე. შენ ხელპირი დაიბანე და წავიდა. ეს უყურე რა უნდა ქნა. არ დალეწაწი იყოს რა გინდა. ოხა შენ მხოლოდ 12 კვერცხი. ხო და იქეთ წავიღე 7 თელები. დავურტყათ თქო და დანარჩენი აქ დავტოვე. ხოქიც. Lilia,